უხარია ახალი წლის შემოგზანება, განსაკუთრებით კი ბავშვებს, რადგან ისინი ახალი წლის დილას საოცარ საჩუქრებს პოულობენ ბალიშიშვილს, რომელიც მათთვის თოვლის პაპას მოაქვს. იმედი მაქვს, ყველა მიიღეთ საახალწლო საჩუქარი და ძალიანაც გაგიხარდათ. ჩვენი გადაცემა ცხრომსაჩუქარია თქვენთვისაც და ჩვენთვისაც, რადგან მთელი გადაცემის მსვლელობისას საუკეთესო განწყობილება შეგექმნებათ. პირველად ნინო ძაბილაშვილი მოგილოცავთ ახალი წლის შემოგზავნებას თავისი სიმღერით. გუსმინოთ ნინიკოს.
პერსონაჟს რას გვიტყვის ამ წლის შესახებ? გამარჯობათ. ახალი წელიწადი მართლაც მშვენიერი დღესასწაულია და როგორც მოგეხსენებათ, იგი 1 იანვარს იწყება. წლევანდელი წელი ყვითელი ვეფხვის წელიწადია და იგი თებერვლის დასაწყისში შემოდის. გაინტერესებთ, რას გვირდება იგი? მაშინ მისმინეთ. ეს წელი არ იქნება მთლად მშვიდი. დააკვირდით ცხოვრებისეულ ცვლილებებს. ფრთხილად იყავით. ამ წელს მოსალოდნელია კატასტროფები, ომი და რევოლუცია. ეს წელი ხელსაყრელი იქნება მოქმედებებისა და ცვლილებებისათვის. მართალია მთლად ვერ გაგახარეთ, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, რადგან ვეფხვის წელის მფარველი მზეა და იმედი გვაქვს იგი სითბოსა და სიხარულის მომტანი იქნება ყოველი ჩვენგანისათვის. მე სიკეთეს გისურვებთ მთელი წლის განმავლობაში. ანკი კაპარაძე და გადაცემა მარიოდა. ახლა პატარა რუსკო გოგიჩაშვილის მოусმინოთ მისი სიმღერა ყველას გაგახარეთ. ისთვის ისტორიაზე გვესაუბრება ჯაბა მარჯანიძე. დარჩით ჩვენთან. ახალი წელი მართლაც ჩვენიერი დღესასწაულია და როგორც მოგეხსენებათ, იგი 1 იანვარს იწყება. იანვის თვეს სახელი ეწოდა რომაელთა ღმერთის იანუსის საპატივსაცემლოდ. უძველესი ძველი წელთაღრიცხვის 46 წლიდან 1 იანვარი ითვლება ახალი წლის დასაწყისად. უძველესი ქართული წარმართული კალენდრით თვეს აფნისი ეწოდებოდა. საქართველოში წლის დასაწყისად იანვარი მე-10 საუკუნიდან ითვლებოდა. მე-10 საუკუნამდე სექტემბერში იწყებოდა ახალი წელი. ახალი წელი ბრწყინვალე ზღაპრული დღესასწაულია. ყველას გილოცავთ მას. გისურვებთ სიკეთეს, სიხარულს, ხავსა და ბარაკას. მშვიდობის წელი ყოფილიყოს იგი. ჯაბა მარჯანიძე და გადაცემა მარიოდა. თუ საქართველოში მე-10 საუკუნემდე იყო ახალი წლის დასაწყისი სექტემბრის თვე. ესპანეთის სოფელ ბერჩულესის მაცხოვრებლები ახალ წელს ზეიმობენ 1 აგვისტოს შუაგულ ზაფხულში. ერთხელაც, როცა ახალი წლის დაწყებას რამდენიმე წუთი გააკეთა, ჩაითაქრა იმ სოფელში სინათლე.
და მხოლოდ 40 წუთის შემდეგ მოვიდა. იქ მაცხოვრებლებს ზეიმი ჩაეშალათ, მაშინ შეიკრიბნენ და გადაიტანეს ეს ზეიმი შუაგულ ზაფხულში 1 აგვისტოს. ხო და ახლად 1 აგვისტოს ხდებიან იქ ახალი წელს და საკმაოდ მხიარულადაც. ახალი წლის წინა დღეებში ყველა ფათი ფუძობს. სინგაპურელებს კიდევ ერთი საზრუნავი აქვთ. ახალ წელმა რომ მათთან ბედნიერება მოიტანოს, სახლი ჯერმანებისაგან უნდა გაანთავისუფლონ, რადგანაც იქ ცხოვრების დონე ძალზე ამაღლებულია. არც მეტი, არც ნაკლები. თვითთავი მანქანებს და მიაქვთ ნაგამსაყრელზე ტანსაცმელი. ისინი მთვარის კალენდრის მიხედვით ზეიმობენ ახალ წელს, ესე იგი, თებერვლის დასაწყისში. თუ თქვენ თებერვლიდან შეიძინეთ სინგაპურიდან ჩამოტანილი მეორადი ხმარების ტანსაცმელი, საჩუქარი იქნება ახალი წლის მათი ნაგავსაყრელიდან. ეს ისე ხუმრობით. მე კი ყველას გისურვებთ, რომ ჩვენთანაც ამაღლებული იყოს ცხოვრების დონე. სინგაპურში რომაა ასე. გიორგი ლასონია და გადაცემა მარიო. ჩვენი გადაცემის დასასრულიც მოუახლოვდა. ახლა დაგემშვიდობებით პატარა რუსული გიჩაშვილის სიმღერით. მარიო და ყველას